ამიტომ მე მინდა კონკრეტულად უამრავი რამე შეიძლება თქვა აქ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში გაუარეს სამეცნიერო ამბები მიკაში ჩავარდა დისერტაციები არ ვარგა მაგისტრატურის ნაშრომები გადაწერილია ყოველ მესამე წელს იშლება სათაურები მხოლოდ. აი ეს გინდა გითხრა? კულტურის გამო, თავისი ტრადიციის გამო და მას ხელს ვერ შეუშლის ვერც ყობახიძე და ვერც რა ქვია, აკუა და ვერც კიდე სხვები ვიღაცები. მე ვაცხადებ, რომ დიახ, ინდივიდუალურად ვაცხადება ყველაფერს და მინისტრმა არ ცოდა თანაჩვენის დაქტორობა კიდე ასეთ მინისტრი არ იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღოთ უნდა გადაწყვეტილება მთლიანად და დაგვიდგით სადაც ქარიშხალი. ველოდება და მივივა, დამდი ბოდიში, ვაჟა. ოკი, მიასწავლა. აი, ყოველთვის ვამბობ ახლა მეც და თუ ერთად მივიდი ბოდიში, რა. რომ აბახიე თუ რამე განსხვავებული აზრი არის და ეს ისა ჯერ არ გამიგია რა თქმა თუ მეკრება განსხვავებული განსხვავებულია. პირველი თავადაც ასეთ რამე რომ ოფში აისახოს შემდეგი საკითხი. პირველი ოუსი რომ ჩვენ არა ვარ ზოგადად რეფორმის წინააღმდეგი და რეფორმის წინააღმდეგი არა ვარ და გვინდა ნორმალური რეფორმა. აზრებული, ნორმალური, შეთანხმებული, ახლა მე ზოგადად ფაქტორს ვამბობ და შემდეგ რადიოაქციის ჯგუფი გაიძებს რომ მისაცემლება ბატონია დაუშვათ თქვენ ბატონოვაჟა თუ გეცნება სრული 3-4 ადამიანი გასვლეს და ეს თემები თუ ეთანხმებით რომ ისა რა ქვია ავსახოთ ოფში და ეს იყოს საერთო გადაწყვეტილება. მეორე საკითხი მიმდინარე პროცესი აღმავლობის გზაზე დგარ სტუს განადგურებას ისახავს მეთქვა და შედეგია მოყვება ეს. ვეთანხმებით? განაჩენი კინემორ სარედაქციო ჯგუფი ნებაყოფლობის ის დარჩება. ანდა აქციაზე გომა უკითხებს დავით. მესამე საკითხი რომ ეს გადაწყვეტილებები აუქმებს ფაქტობრივად უნივერსიტეტების ავტონომიურობას და აკადემიური თავისუფლებას, საქმიანობის თავისუფლებას. და აქვე გვინდა აღნიშნოთ რომ ათუ მეორე პუნქტი შეიძლება რომ ეს გადაწყვეტილება არც თუს არ გამოაცხადოს. ფესეულსაც არ გამოაცხადოს. იქაც პრობლემები იქნება და ჩვენ ამ შემთხვევაში მარტო ჩვენზე გია და იმასაც მის განვითარებასაც საფრთხე ექმნება რა. და გარკვეულწილად ავტონომიურობის და თავისუფალი აკადემიური თავისუფლების სამართლობა რაზეც საუბრობდა ბატონო იგო ჩვენ გავიარეთ ახლა ჩვენ არ ვიცხოვია იმ დროს ივანე ჯავახიშვილი დაუკეთეს ავტონომია უნდა იყოს შეუძლებელი ის ხო აი ეს და ეს არგვევს უნივერსალობის კი ბატონო ფორმულირება შეიმუშავა. კიდევ ერთი რაღაცა ალბათ საერთო პოზიციას გამოხატავ თუ ვიტყვით რომ
შეურათ ყოფილი სიტყვები ახლა რედაქციულად ჩასწორდეს მოაწმოსილი პედაგოგების, დარგის სპეციალისტების, დაინტერესებული ადამიანების აზრის უგულებელყოფას მიუღებელია. მათთან მოხალისეების გარეშე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ ფაქტის წინაშე გაკეთება ეს საერთოდ სილდება საქართველოს მისწრაფება სივილიზებული საქართველოს დაკინვლით სადაც დისკუსია ამას შეჯერება და თუნდაც შეჯერების დროს ხუბი არ არის არაფერი მაგრამ ამის იგნორირება ესე იგი საქართველოს თავისი კულტურული განვითარების გზიდანაა ამის გარდა შეიძლება არა თუ გაქვს პუნქტი რა და კიდევ ერთი ასე შეიძლება რომ ჩვენ აქ იმიტომ ვიდოდით თავისუფლებისთვის რომ ერთმანეთთან კონსენსუსი დიალოგი ამ კულტურის დამკვიდრებით გვინდოდა ჩვენი ქვეყანა წარმართულიყო სამწუხაროდ კავშირში უბრალოდ ფული იშოვებოდა იმიტომ ვიდოდა გამოგიძებელი საქართველოს თორე ის მარტო მაიკატა ოპოზიციაში და იმჟოდა ამიტომ აი ესეც შეიძლება ამ პუნქტში და ახლა ეს არის ასე ვთქვათ არგუმენტები რატომარი ჩვენთვის თუ არის დამატება მოთხოვნაზე ნელევი სახელი არა ახლა ამას ახალი არა მესმის გელანდე დღეს გადაუყოვნებლივ საცემა ბატონებო და ხალბატონებო, ერთი წუთი თუ შეიძლება ერთი წუთი სრულიად ხარს უჭერ ყოველ სიტყვას, რომელიც ბატონი მამუკა ლაპარაკობს. ეს არის მიუღებელი ფაქტი. ამდენი წლის, ამდენი ხნის ისტორიის ფონე უნივერსიტეტის ასე გაუქმებას ყოველას წარმოუდგენელი და მე მჯერა რომ ჩვენი ერთობლივი დგომი და დიალოგი და ამავე დროს შვიდ აკადემიურ ვითარებაში, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აკადემიური საბჭო, რექტორი მიიღონ მონაწილეობა პარლამენტთან დიალოგში, ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს და ერთი მთავარი და ვასრულებ. რომ ლაპარაკობენ, სრული პასუხისმგებლობით ლაპარაკობენ. ივანე ჯავახიშვილს ვითომ უნდოდა ცალკე ისა შეერთებას საქართველოს ისა მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის და თბილისის უნივერსიტეტის აბსოლუტური ტყუილია. თუ ვინმე ამის დოკუმენტს მე მომცა ჯირგზავდა თავს. იმიტომ რომ აგერ შემიძლია არ შედაწყენ თავს, აგერ მაქვს უახლესი მასალები მოტანილი, უახლესი ლიტერატურით გაკეთებული არქივებზე არსად ამის მაგვარი არ არის და ეხლა დანარჩენი თქვენ თვითონ გადავწყვეტთ. ახლა მე მინდა კიდევ ამ არგუმენტების შემდეგ უნდა იყოს ეს ოფისი ჩვენ ავსახურდა და მოთხოვნა რომ მოსმენაზე აუცილებლად იყოს წარმოგებული რექტორი, კანცლერი, აკადემიური საბჭო, რამოდენიმე წარმომადგენელი. მოვიდეს შეშუპრების წარმომადგენლები. იწერია. სამობის სამსახური მოვიდეს. არ მოვიდეს. ყოველ მოდიოდა, კაცო, პოიცი, გამოსულა. და მოკლედ რა როჩავი. ადიაშვილი მოდიოდა. მადლობა ამ შეფერების მაგრამ და რა თქმა უნდა ყველაფერს ვეთანხმები რაც ამ განცხადებაში შემოთავაზება მაქვს
რომ ჩემი აზრით ეს ჩვენი განცხადება დღეს ემსახურება იმას, რომ მრავალ საუკუნოვანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გადავარჩინოთ და არ გაუქმდეს. ის პუნქტი, რომელიც ეხება რეფორმას, აი ამ კონკრეტული მიზნისთვის ვფიქრობ, რომ არ არის მნიშვნელოვანი. ზოგადად რეფორმის საკითხი და უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხი ვფიქრობ, რომ ცალკე განსახილველი საკითხია და ამ განცხადებაში დღეს ვფიქრობ და გთავაზობთ, რომ ვფოკუსირდეთ მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენარჩუნების საკითხზე და მისი დამოუკიდებლობის. შეკრება, სადაც ჩვენ პოზიცია გვაფიქსირდა. და რაც შეეხება განცხადებას, ეს უკვე სხვა საკითხია, ოფში რა უნდა შევიდეს. ამას გითხრათ, ხოლმე თქვენ მოკლედ მას ეწოხდები. პოლიტიკური კატეგორიები არ და მორალური კატეგორიები. ამოა აკადემიური ჩვენი ახალგაზრდა გადაგზავნა ყველა იმას ამბობს, რომ უნივერსიტეტში ვიდივარ და ვეუბნებიან ალმა მატერ. ოგონიდა და საზოგადოების აი ამასაც მე ეს გადაწყვეტია და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული ამსახურება მინდა რომ არის დიდი ბოროტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ აქვს გააზრებული მათ ვინც ეს საკითხი ესე გადაწყვეტა და წინ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გადაანალიზების და გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა კიდევ არ არის. ტექნიკური რაღაცა უნდა ვსვა. არ ჭირდება, არც მე ვარ ჰოლოკოსტის მემორიალის სოფლის და ამოვიდნენ არის ამ სახელმწიფოების მეთაურები, რომლებიც ჰოლოკოსტთან იყვნენ დაკავშირებულები. გამოვიდა გერმანიის პრეზიდენტი, ადამიანმა გული დაიდო ხელზე, ისე მოეხადა ბოლოში. გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი და ციფრებზე ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, მართალი მხარის პოზიციიდან იყო ის იმ შემთხვევაში, არ შეიძლება გეპეის 104 წლიანი ისტორია გაიზომოს პროცესში. ვის არ გინდათ თქვენ დავუშვათ ამ საკითხის გადახედვა და მე ვერ წარმოვიდგენთ. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონ დათოსა შეიძლება და პირდაპირ უთხრათ ყოველგვარი ოქმის გარეშე, რომ ამას არ ჭირდება არანაირად. ეს პროცედურაა საკითხს რაღაცა ხელის დათვლა და თავის დათვლა და ეს შუმი კენჭის არ ჭირდება ეს და კიდევ მაგრამ დედა აზრისთვის შესწროი მოიწყო. არანაირად წინ ხონდათ კაცი. ვინ წარმოიდგენს ნაპოლეონის ბაბუის საფუძვლები ნორმალი ეს უნივერსიტეტი დიდი საგანძურია ჩვენი რეფორმა ჩატარდეს და ისე პოლიტექნიკური გახდეს, მაგრამ არ შეიძლება ამის ესეთი თვითონ მასთვის და ამის ამათები დოკუმენტის და რაღაცები გაიხსენეთ 4 წლის ვიღახდეთ ყოველ კვირას აქ მოდიოდა სწავლობდა ყველა დარგის ministri და მე ატრიარქმა პედაგოგების მომდევნოს არ ვიცი რა შეიძლება
მე როგორც თესაუს კურსდამთავრებული და ტექნიკური უნივერსიტეტის უკვე ოჯახის წევრი ორ მაგათკივნეულია ეს საკითხი. საკითხებს რაც შეიძლება რომ დავამატოთ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტუდენტების პოზიცია არ არის აქ, რომ იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აირჩიეს ტექნიკური უნივერსიტეტი, კი, რა თქმა უნდა, არა, იმ პუნქტებში, რომელიც უნდა განვიხილოთ, რომ მათ სურთ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრონ და შესაბამისად ტექნიკური უნივერსიტეტის ბრენდის ქვეშ მიიღონ აი ის დამადასტურებელი დოკუმენტი მათი განათლებისა, ეს შერწყმის პროცესი მათ უფლებასაც არ უდევს. და მეორე საკითხი კიდევ უნივერსიტეტების კულტურული მნიშვნელობა. ეს არა მხოლოდ წარსულია და არის მომავალი. ჩვენ აი ამ იდენტობას, რომელიც ორივე უნივერსიტეტს აქვს, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე თესეუს, ეს მემკვიდრეობას უნდა შევინარჩუნოთ და მომავალზე ორიენტირებას უნდა გაკეთდეს ამ ღირებულებებზე დაფუძნებით. არ შეიძლება ასეთი საფუძვლის ესეთი ხელაღებით გამჭვირვალე და აკადემიური განხილვების გარეშე მარტივად მიღება. ჯანებით შეიძლება ბატონო მამუკა, დიდი ბოდიშის მოხდით, დიდი პატივისცემით. მე მინდა საჯაროდ დავადასტუროთ ჩემი პოზიცია, რომ ეს არის ბოროტება. თქვენ გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ეს არც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი წაადგება, რომლის კურსდამთავრებულიც ვარ და რომლითაც ვამაყობ. კიდევ ერთხელ ჩემი პოზიცია არის აი მკვეთრად როიტყვიან რადიკალური აი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს არ არის არავით არის შეერთება, ეს არის გაუქმება, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიის შეურაცხყოფა, ფეხქვეშ გაქებვა და აი ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო, პასუხი უნდა აგოს იმას რა. აი ეგ არის ჩემი პოზიცია. აი რო შევთავაზეთ, რა ქვია პეტიცია გავაკეთოთ და ასე ვთქვათ, გავავსებოთ ეს ამ იმართულებით და მე მხოვდო დაუკავშირდეთ ჩვენს უძარცავებულებს. ტექნიკური უნივერსიტეტი. ბატონო მამუკა, ძალიან